სალამი მეგობრებო, დღეს ავაწყობთ მარტივ ქვიზების აპლიკაციას. გადავხედოთ რა გვაქვს ასაწყობი. რადგან სადღაცას გვექნება შენახული შეკითხვების სია, არა აქვს ამას მნიშვნელობა JavaScript-ში იქნება თუ სერვერზე. ჩვენ წამოვიღებთ ამას და მე გამოვიყენებთ და რა უნდა გამოვიტანოთ? ჯერ უნდა გამოვიტანოთ შეკითხვის სათაური, თვითონ შეკითხვა და მე გვექნება სწორი პასუხების სია. ჯამში ამ კონკრეტულ ვარიანტში გვაქვს 4 შეკითხვა და თვითონ შეკითხვას აქვს 4 ასარჩევი, მაგრამ თქვენ შეიძლება უფრო მეტი გქონდეთ, 4 არა და მაგალითად 8 ან 6 ასარჩევი და ასე შემდეგ. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება დინამიურიც იყოს, რომ ზოგ შეკითხვას გქონდეს 4, ზოგს 2, 3 და ასე შემდეგ. თავარია გამოიტანოთ შეკითხვა, ვარიანტები, გქონდეთ შემდეგ შეკითხვაზე გადასასვლელი ღილაკი და თქვენი ქულების მთვლელი. დეფოლტად როგორც ხედავთ, ეგ ღილაკი გათიშულია, იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს მონიშნული. როგორც კი რამეს მოვნიშნავ, ეს ღილაკიც უნდა ჩაერთოს. დავუშვათ, ფერის მოვნიშნავ, კი ბატონო, ეს ჩაერთო. თან დააკვირდით, რომ hover ეფექტიც მაქვს. როგორც კი მაუს გადავატარებ, რაღაცა სტილი მიეცემა ერთი სიტყვით. თუ სწორ პასუხს მიუთითებ, მაშინ ქულა ერთით გაიზრდება, ეს ღილაკიც გაითიშება და ასე შემდეგ. მოდი აქ ესეც დავწეროთ, აქაც უბრალოდ რაღაცა მოვნიშნოთ, კიდევ მოვნიშნოთ და ბოლოში როგორც კი მივალთ, უნდა გამოიტანოს ასეთი მესიჯი, რომ დავასრულეთ ქვის შესრულება და უნდა დაწეროს საბოლოო ჩემი სტატისტიკა, ასე რომ ვთქვათ, ქულა, ხო? ძალიან მარტივი აპლიკაციაა, თუმცა დომის და ინფუტების შესწავლაში ძალიან დაგვეხმარება. რა მაქვს? ჩვეულებრივი მარტივი HTML-ის ფაილი, CSS-ი შემოვიტანე, JavaScript-ი დიფერით და ეს სამი ლინკი არის Google ფონტისთვის. უბრალოდ ფონტი მაქვს შემოტანილი და მაგიტომ ხედავთ ამას. CSS-შიც არაფერი ისეთი არ მიწერია, განულებული მაქვს default სტილები, ანუ padding-ი, margin-ი ორივე 0-ია. Font size-იც დავწერეთ, რომ default-ად უნდა იყოს 62.5%, ეგ ხშირად გავუკეთებია. რისთვისაა, რომ ერთი რემი არ იყოს 16 პიქსელი, ამით გახდეს 10 პიქსელი. გასაყოფად ბევრად მარტივია, ხო? თუ 400 პიქსელია, უკვე აღარ მოგვიწევს 16-ზე გაყოფა და ესე გადათვლა, იქნება მარტივად 400 გაყოფილი აზე 40 რემი. ხვდებით, ხო? და თვითონ ეს Poppins font family, რომელიც შემოვიტანე. ასევე შექმნილი მაქვს CSS-ის ცვლადები, რათა რაღაცა მსგავსი სტილები მივიღო ერთ სიტყვით. მაგალითად, body background color-ი არის თვითონ body-ის ეს გარეთა ფერი. Primary, primary-ისთვის მიცემული მაქვს ეს ლურჯი ფერი, border-ის ფერი, არჩეულის ფერი და ასე შემდეგ. ჩრდილები, თვითონ border-ი და ერთ სიტყვით, რაც გინდათ, როგორი სტილებიც გინდათ შექმნით, ძირითადად ყურადღებას დავუთმობთ ფუნქციონალს, თქვენ რო ჯამში სულ სხვა დიზაინის მიიღოთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. თავარია რომ მუშაობდეს. ხო? კარგი. სანამ დავიწყებთ აწყობას და JavaScript-ზე და ფუნქციონალზე ფიქრს, მოდი ჯერ წარმოვიდგინოთ ჩვენი ვებგვერდის სტრუქტურა. რა უნდა შევქმნათ აქ და სად უნდა დავამატოთ მე რაღაცა მონაცემები. აშკარად ხედავთ, რომ გვაქვს რაღაცა საერთო კონტეინერი, ხო? ანუ ერთი რაღაცა კონტეინერი ასე იქნება. ხო? კონტეინერ. და ამ კონტეინერში გვაქვს სათაური და ვარიანტები. ანუ თვითონ ეს ნაწილი არის ცალკე რაღაცა კონტეინერი, დავარქვათ ამას question-ი. ეს ყოველთვის დინამიურად იცვლება და ეგ ცალკე ზემოთ იდგეს. question-ის გარდა გვაქვს ღილაკი, ხო? ჩვეულებრივი button b და დავუწევთ ესე next question. და ბოლოს გვაქვს ქულების მთვლელი, ხო? score 0. არაფერი ისეთი. ახლა რა ვუყოთ ამ ნაწილს, როგორ გამოვიტანოთ ეს ტექსტი. გაქვთ რამდენიმე ვარიანტი. შეგიძლიათ შექმნათ პარაგრაფი და პარაგრაფის შიგნით ჩაწეროთ ეგ ელემენტი. ან მოდით გამოვიყენოთ heading-ები. HR-ს ამისთვის არ გამოვიყენებ. იმიტომ რომ ლოგიკურად არ ჭირდება. ნახეთ, სადმე ზემოთ რომ მქონდეს სათაური, რომ quiz app, კი ბატონო, მაგას ჩავსვავდი HR-ში, იმიტომ რომ თვითონ აღწერს, ასე ვთქვათ, ვებგვერდის შინაარსს. მაგრამ ეს შეკითხვა
არაფერზე არ მეტყველებს თვითონ ჩემ ვებგვერდზე, ხო? უბრალოდ შეკითხვაა. ამიტომაც HR-ში ამას არ ჩავსვავ. თან სულ რო იცლება, მით უმეტეს HR-ში არ უნდა იყოს ეგ. ამიტომ შეგიძლიათ დაწეროთ ან H2, ან H3, ან ისევ და ისევ ჩასვათ პარაგრაფში. უბრალოდ ის მინდა რომ გაიგოთ, რომ HR-ში ესეთი კონტენტი არ უნდა ჩასვათ. მე ჩავსვავ H2-ში. ამიტომ H2-ში იყოს რაღაცა ესე, question 1 უბრალოდ, question 1. და თვითონ აი ეს ვარიანტებიც რაღაცა კონტეინერში უნდა ქონდეს ჩასმული, ხო, რომ აი ესეთი რაღაცა სტრუქტურა მივიღოთ და ასე შემდეგ. რაღაცა სივრცე გვინდა, რომ შიგნით შევძლოთ ამ შეკითხვების დამატება მერე. ამიტომ დავარქვათ ამას options. ხო? ამ option-ების შიგნით უკვე მექნება თითოეული აი ეს option-ი. ამიტომ შევქნათ ეს option და როგორ შევქნათ აი ეს ღილაკი. ამასაც აქვს ძალიან ბევრი ვარიანტი. ერთი და ყველაზე მარტივი, რაზეც შეგიძლიათ იფიქროთ, არის რომ თითოეული აი ეს ასარჩევი იყოს რაღაცა ღილაკი. კი ბატონო, იმუშავებს, მაგრამ ღილაკებისთვის ცოტა ბევრი ლოგიკის გაწერა მოგვიწევს. მაგალითად, ნახეთ, ბერლინს რო ვაწვევი, ეგეც ხომ უნდა გაითიშოს. ანუ მომიწევს რაღაცა ისეთი მეთოდის გაწერა, რომ ყველა სტილი გათიშოს, დაამატოს ბერლინი და ასე შემდეგ. რატომ როცა შეგვიძლია გამოვიყენოთ input type radio. ლექციაზე გავარჩიეთ ეგ input-ი და მოდი შევქნათ ახლა ეს და გადავიდეთ უკვე ჩვენ ვებგვერდზე და ყველაფერსაც მიხვდებით. radio რას გვაძლევს? რა და 4 და 5 ასარჩევი რო იყოს, როგორც კი მეორეს მოვნიშნავ დავუშვეთ, თუ მაგამდე იყო მესამე მონიშნული, ეს გაითიშება, ხო? ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ჩვენ გვინდა. ამიტომაც გამოვიყენებ input type radios. კი ბატონო, ეს წრე ასე გამოჩნდა, თუმცა საკმარისი არ არის. გვინდა რაღაცა ტექსტი ამისთვისაც, ხო? ამიტომ შეგიძლიათ შექმნათ აი დავუშვათ span-ი და დაძვეთ ესეთი რაღაც, რომ option 1 იყოს. კი ბატონო, იმუშავებს. user-ს გააგებინებთ, რომ თუ ამას მონიშნავთ, ეგ იგივეა რაც option 1, ხო? მაგრამ თუ მე თვითონ option 1-ს დავაწვევი, არაფერი არ მოხდება. მომიწევს მაინც და მაინც ამ წრეზე დაკლიკება. რაც თვითონ მოსახერხებელი არაა. მით უმეტეს თუ ტელეფონს ეყენებთ. ამიტომაც ვთქვით, რომ თითოეულ inputs მოყვება label-ი. label-ი დავწვევთ, მუშაობს იგივენაირად როგორც span-ი, თუმცა შეგვიძლია ერთმანეთთან დავაკავშიროთ. იმისათვის, რომ ამათმა ერთმანეთი დაინახონ, ხო? inputs უნდა მივცეთ უნიკალური ID და უშედ რა ID მივცეთ, რომ ეს არის question 1-ის, ანუ პირველი შეკითხვის პირველი ასარჩევი. მეორე თუ იქნება question 1, 2 და ასე შემდეგ. აი მეორე შეკითხვაზე რო გადავალ, მაგისი იქნება უკვე question 2-1. მივხვდით ხო ლოგიკას? და ამას for-ში გავუწეროთ question 1-1. დავასევოთ და ნახეთ, როცა დავაწვევი უკვე ამ labels, ესეც მოინიშნება, ხო? კარგი. იდეაში მინიმალური სტრუქტურა მზად გვაქვს, ამიტომ ეს option-ი ახლა გადმოვაკოპიროთ და 4-ჯერ შევქნათ. ერთადერთს აქ შევძლია ამ ინდექსებს. ასე. და ასე. არ დაგოვიწყოს თვითონ label-ის მნიშვნელობის შეცვლაც. კი ბატონო, რაღაცა სტრუქტურა მივიღეთ, თუმცა ბოლომდე დასრულებული არა. და რატო? მე თუ მოვნიშნავ option 1-ს და მე დავუშვათ option 3-ს, ხო? ნახავ რომ ორივე ინიშნება. და რატო? იმიტომ რომ ეს input-ები ცალ-ცალ კედგანან. ერთმანეთს ვერ ხედავენ. და რა გავარჩიეთ წინა ლექციაზე, რომ თუ ჩვენ ვქნით რაიმე inputs, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს იქნება ტექსტი, email-ი, password-ი, number-ი და ასე შემდეგ. ყველას უნდა მიუწეროთ name property. Name-ით ჩვენი ფორმი იგებს და ხედავს თითოეულ ელემენტს. მაგალითად, აი, ობიექტს ვიღებდით წინა ლექციაზე თუ გახსოვთ, თუ მე მექნება რაღაცა ესე input type text-ი შექმნილი და ამისი name იქნება დაუშვათ. რა იყოს ამისი name-ი? First name-ი, ხო? და მე აქ რამეს ჩავწერ, ხო? ფორმში გამოჩნდება ობიექტი და დაეწერება ეგეთი რაღაცა, რომ first name-ზე გვაქვს რაღაცა ეს ნიშნულობა.
მე თუ იქნება last name-ზეც იქნება რაღაცა მნიშვნელობა და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, რატომ ამბობ ამას? რომ ყველა inputs უნდა ჰქონდეს უნიკალური name. თუმცა თუ მუშაობთ radio pattern-ებთან, ყველა inputs უნდა ჰქონდეს ერთი name და რატომ? კი, 4 ცალ-ცალკე ელემენტია, მაგრამ რეალურად ეს 4-ვე ელემენტი გამოიყენება იმისთვის, რომ მივიღოთ ერთი რაღაცა მნიშვნელობა. მე რომ მქონდეს ახლა checkbox-ები, კი ბატონო, checkbox-ი არის წიჩკით ხო მოსანიშნე. ეგ შეიძლება 4 სხვადასხვა ადგილას ცალ-ცალკე გამოვიყენო, მაგრამ radio buttons ვიყენებთ ერთი მნიშვნელობის წამოსაღებად. ამიტომაც, ნახეთ, აქ დავუშვეთ question errors. დაბლად დავწერ question errors და ყველგან. ამ შემთხვევაში მე თუ მოვნიშნავ ამას, მე ამას წინა გაითიშება. ისევ და ისე იმ ფორმის ობჯექტშიც დაეწერება რა რომ name-ის სახელი, ანუ question errors-ზე რომ მოვნიშნე დაუშვათ option 2, მერე option 3, option 4 და ასე შემდეგ. ანუ იქნება მხოლოდ ერთი question 1 და არა 4 ცალ-ცალკე ელემენტი. ხვდებით ხო? მაგრამ დაუშვათ ისეთ quiz-ების აპლიკაციას აწყობთ, სადაც ერთზე მეტი option-ის მონიშნო გჭირდებათ. მაშინ უკვე radio button-ი აღარ იმუშავებს და მოგიწევთ ამისი გადაკეთება. მაგალითად, ამას უკვე გახდით checkbox-ად. ესე checkbox-ად და კი ბატონო, აქ უკვე რამდენიმეს მონიშნავთ. მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი, ამიტომაც radio button-ზე დავაბრუნებ. ხვდებით ხო? შეიძლება ისეთი quiz-იც აწყოთ, რომ ზოგი შეკითხვა შეიცავდეს ერთ სწორ პასუხს და ზოგი ერთზე მეც. ამიტომ რაღაცა ნაწილი იქნება დაწერილი radio button-ებით, რაღაცა ნაწილი checkbox-ებით. ხვდებით ხო? თავარია რომ გაიგოთ ამისი სტრუქტურა. ოკეი, გავიგეთ ეგ როგორც მუშაობს. მაგრამ ასე სტატიკურად ხო არ იქნება სულ გამოტანილი, სადღაცას იქნება შენახული ჩვენი შეკითხვები. შეიძლება ლოკალურად, ანუ აქ JavaScript-ის ფაილში, შეიძლება ბაზაზე, არ აქვს ამას მნიშვნელობა. თავარია როგორ გამოვიტანოთ უკვე აი შენახული მნიშვნელობები ჩვენს ბრაუზერში. ნუ მოდი ესე შევქმნათ const questions. დავუშვათ უკვე წამოვიღეთ ბაზიდან მონაცემები და აქ გვაქვს JavaScript-ში გვაქვს. ნახეთ? ისევ და ისე ზუსტი რაოდენობა შეკითხვების არ მეწოდინება. ამ შემთხვევაში 4 მაქვს, მაგრამ შეიძლება 60 შეკითხვა იყოს, 70, 80. ამდენ ცვლას არ შევქმნი, ხო? ლოგიკურად გვჭირდება მასივი. თუმცა, აქაც ერთი პრობლემა გვაქვს, რომ თითოეული შეკითხვა, ნახეთ, შეიცავს რაღაცა სათაურს, ხო? თვითონ შეკითხვას. კი ბატონო, ესე დავწერ question errors, question ors და ასე შემდეგ. თუმცა თითოეული შეკითხვა ასევე შეიცავს პასუხებს. ანუ ასე უბრალოდ string-ად ამ ყველაფერს ვერ შევინახავ. იგივე პრობლემა ვნახეთ ერთ-ერთ სემინარზე, როცა ვაწყობდით to-do lists და რა პრობლემა იყო ის, რომ ვინახავდით არა მარტო to-do სახელს, არამედ იმას შესრულებულია თუ არა ეგ ტასკი. ანუ ორ მონაცემს ერთდროულად ვინახავდით. ამისთვისაც ვიყენებდით objects. აქაც იგივეს ვიზავთ, ნახეთ, იყოს დაუშვათ რა არის question-ი და question იყოს დაუშვათ რაღაცა question 1. და ამისი მეორე პარამეტრი იქნება options. მაგრამ ვარიანტებიც თქვით, რომ შეიძლება 2 იყოს, 6, 8 და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც option-ებიც იქნება მასივი. შეიძლება ცოტა დაიბნეთ, იმიტომ რომ აქაც მასივი, მე რო ობიექტი, მე კიდე მასივი, დამიჯერეთ ყველაფერი ლოგიკურია და მალე ამ ყველაფერს მიხვდებით. ნუ დაუშვათ რაღაცა ვარიანტები ჩამოვწერეთ HTML, CSS, SCSS და SAS-ი რო დავწეროთ. ეგ იქნება პირველი შეკითხვა. ანუ პირველი შეკითხვა არის ობიექტი, question-ი არის თვითონ სათაური და ვარიანტები არის ჩამოწერილი მასივში. მეორე შეკითხვაც იქნება ანალოგიური ობიექტი, იქნება question-ი, რაღაცა question 2, კი ბატონო, და ისევ იქნება options და რაღაცა მასივი. დავუშვათ JavaScript-ი
TypeScript-ი, Angular და React. და ასე შემდეგ. რამდენიც გინდათ, იმდენი დაამატეთ. მოდით ჯერ სიმარტივისთვის 2 იყოს. ახლა როგორ გამოვიტანოთ ეს ელემენტები? ვიდრე ვიფიქროთ ჯერ თლიან მასივზე, მოდით სიმარტივისთვის ჯერ გამოვიტანოთ პირველი შეკითხვა. ჩათვალეთ მარტო მაგისი გამოტანა გვინდა. და მე რომ მივხვდებით როგორ გამოგვაქვს პირველი შეკითხვა, შევძლებთ უკვე ამ შეკითხვების დინამიურად გამოტანასაც. გვინდა რომ შევცვალოთ აი ეს, ანუ ხელი დაწერილი სათაური აი ამაზე, ხო? ამისთვის თვითონ DOM-ში ჯერ უნდა წამოიღოთ თვითონ h2, ხო? ამიტომაც დავდგებით და დავწერო const h2 ან heading-ი როგორც გინდა დაარქვით, დოკუმენტი და როგორ წამოვიღოთ. ნახეთ. შეგიძლიათ ID მისცეთ, კლასი მისცეთ, მაგრამ სხვა h2 ამ ვებგვერდში არ არის. ამიტომაც შემიძლია პირდაპირ დავწერო ეგეთი რაღაცა query selector h2 და წამოიღებს პირდაპირ მხოლოდ მაგ ელემენტს. მე თუ დავწერდი ასეთ რაღაცას document get element by tag name, ხო? ნახეთ რა წერეთ elements მასივს დააბრუნებს. აი დავუწონდით თამაში h2 console log-ს h2 დავასეივო და HTML-ის კოლექცია დააბრუნა. ნუ მომიწევდა ამის დაწერა, რომ ამ მასივის პირველი ელემენტი და კი ბატონო, ამ შემთხვევაში ახლა h2-ს მივიღეთ, მაგრამ არ გვინდა ეგ, უბრალოდ query selector-ით პირდაპირ მოვნიშნოთ h2. query selector-ს ყოველთვის ერთი ელემენტი მაქვს, პირველი რომელიც შევხვდება და კი ბატონო, მივიღეთ ეს ჩვენი ელემენტი. ახლა როგორ მივანიჭოთ ამას რაღაცა ტექსტური მნიშვნელობა? როგორ და h2 text content და უნდა მივუთითოთ აი ეს შეკითხვა. როგორ მივწვდეთ აი ამ questions? ნახეთ, გვინდა ჩვენი მასივის ჯერ პირველი ელემენტი. ანუ questions 0. ჯერ კონსოლში გამოვიტანოთ questions 0. questions 0, ვიდრე ამას მივანიჭებთ. კი ბატონო, მივიღე ობიექტი, აი ჩემი პირველი შეკითხვა. რადგან ეს ობიექტია, მე აქედან წერტილით უკვე შემიძლია გამოვიტანო ან question, ან options. ამიტომაც დავწერე ახლა question 0-ის question. ანუ აი ეს დავასეივებ და კი ბატონო, აი შეიცვალა ამას. ხვდებით, ხო? ახლა მე მინდა ეს option-ები შევქნა დინამიურად. თითოეული option-ი რა არის? არის რაღაცა div, კლასად option-ი და აქვს input-ი და label-ი. მოდი ეგ პროცესი ახლა ჩვენ გავიმეოროთ ჩვენით ხელით JavaScript-ში. ანუ შევქნათ რაღაცა div document create element div. ამ div-ს მივცეთ class name, ხო? div class list-ი add და იყო ეს option-ი. შევეშოთ ახლა ცოტა ხანი div-ს, გჭირდება თვითონ აი ეს radio ბატონი, ხო? const input-ი დაარქვით radio, რაც გინდათ, მე სიმარტივისთვის radio-ს დავარქვი. radio document create element input-ი. მაგრამ default-ად რო იქნება ყველა input-ი, ყველა არის ტექსტური ტიპის. როგორც აი აქ ჩვენ type-ად შევუცვალეთ ამას ტიპი, ანალოგიურად შეგვიძლია JavaScript-შიც დავწეროთ radio type, რომ იყოს radio. ახლა კი ბატონო, ჩვეულებრივი radio ბატონი არის. radio ბატონთან ჩვენ ასევე შევქმნით label-ი document create element label და labels უნდა მივცეთ for, ხო? შეგიძლიათ დაწეროთ ასე for ან HTML4. ნუ ორივე კარგი ერთ სიტყვით. აი ეს for, რომ ერთმანეთი დაინახონ, ხო? მაგრამ ჯერ რომ for მივცეთ, თვითონ inputs უნდა მივცეთ რაღაცა ID. ხო ეგრე? ამიტომაც დავდგებით და დავწერთ, რომ ამ radios ID უნდა იყოს question 1.1. იმიტომ რომ პირველი შეკითხვის პირველ ვარიანტს ვწერთ, ხო? ასე HTML-ს. და შესაბამისად აქაც ნუ იგივეს დავწერთ question 1.1. კარგი. label შევქმნით, მაგრამ labels ასევე აქვს
ტექსტური მნიშვნელობა, აი თვითონ ეს option-ი, ხო? ამიტომაც ესე დავწერთ label text content-ი და რა არის ამის ტექსტური მნიშვნელობა, ნახეთ? ისევ და ისევ მოვნიშნოთ პირველი შეკითხვა, question 0, მაგრამ ახლა question-ი აღარ გვინდა, გვჭირდება options. მაგრამ თვითონ option-იც არის მასივი. ახლა მე რო ეგეთი რაღაცა დავწერო, რომ questions 0 option-ი, ამას მიანიჭებს მთლიან მასივს. რაც არასწორია, ხო? ან უნდა დავწერო, რომ პირველი შეკითხვის option-ების პირველი ელემენტი. და კი ბატონო მიიღებს ახლა ამას. რადიოს ასევე name-იც უნდა ეგეც აუცილებელია, name და დავწეროთ, რომ ეს არის პირველი question-ის. question 1. ყველაფერი მზად გვაქვს, ახლა უნდა ავაწყოთ, ხო? ნუ div-ის შიგნით უნდა ჩავსვათ რადიოც და label-იც. ნუ შეგვიძლია ასე დავწეროთ div append child-ი, დავამატოთ ამაში რადიო და მერე div append child-ი და დავამატოთ label-ი. მაგრამ თქვით, რომ append child-ი არის ძველი მეთოდი და ახალი მეთოდით უბრალოდ div append-ით შეგვიძლია რადიოც დავწეროთ და მძიმე label-იც. ხო? რომ იცოდით. კი ბატონო, div-ით შეიქმნა ელემენტების დაემატა შიგნით, მაგრამ ეგ ყველაფერი ინახება ჩვენი ბრაუზერის მეხსიერებაში. აქ არსად არ ჩანს. რაღაცნაირად ეგ უკვე უნდა დავამატოთ პირდაპირ HTML-ში, view-ში, ხო? ნახეთ, თითოეული ეს option-ი ჩასმული არის options div-ში. ხო და წამოვიღოთ ეს options-ი და აქ დავამატოთ ჩვენი ახლად შექმნილი ეს input-ი. ანუ აქ ნახოთ. const options, რომელიც იქნება document query selector options და როცა ავაწყობთ ახალ ვარიანტს, ხო? ავიღოთ და ეს ახალი დავამატოთ, ანუ ეგ დავაკომენტაროთ, იმიტომ ეს ხელით აღარ გვჭირდება. დავაკომენტაროთ ასე. დავწერთ ეგეთი რაღაცა, რომ options container-ში დავამატოთ ჩვენი ეს div-ი. კი ბატონო, HTML-ი გამოჩნდა. თან რო დავაწვევი ამას, ეგ გაიშვება. თუმცა გვაქვს ერთი პრობლემა. თუ 4 ვარიანტია რა გამოდის? 4-ვესთვის იგივე უნდა დავწერო? შეიძლება 6-იც იყოს. მე ხო მაგას წინასწარ ვერ გავთვლი. თან მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ კოდის გამეორებას. ანუ გამოდის, ეს გაიაზრეთ, გამოდის, რომ ეს პროცესი იმდენჯერ უნდა გავამეორო, რამდენი ელემენტიც მაქვს option-ში. და თითოეულისთვის იგივე უნდა განმეორდეს. ოღონდ სხვაობა ნახეთ რაშია HTML-ი, HTML-ზე რო ვდგავარ. კი ბატონო, ამის ინდექსი უნდა იყოს 0, CSS-ზე რო ვდგავარ, უნდა იყოს 1, მერე 2, 3 და ასე შემდეგ. ანუ ხვდებით, რომ იდეალური ადგილი არის for ციკლისთვის. როგორ ვუშვებთ ახლა for ციკლს? ნახეთ, დაიწყო სათვლა 0-დან, კი ბატონო. და სადამდე მივიდეს ინდექსი? მივიდეს პირველი შეკითხვის option-ების ბოლომდე. ანუ lens-მდე. და ნუ ჩვეულებრივად ერთით გაიზარდოს. მოდი ახლა ეს ყველაფერი აქეთ ჩავსვათ და დავასეიროთ. ნახავ, რომ 4-ვე შეკითხვა გვაქვს. ნუ აქ კიდე რო იყოს დავუშვათ, აი რაღაცა კიდე. კი ბატონო, მე-5-იც გაჩნდა. თუმცა ყველგან მაქვს HTML და რატომ? იმიტომ რომ აქ ჯერ ხელით მქონდა ინდექსები მითითებული. მოდით აბა დავყვეთ და ვნახოთ რისი შესწორება შეგვიძლია. ნუ div-ი შეიქმნა, ეგ ყველასათვის იგივე იქნება, კლასის დამატებაც იგივეა, input-იც ასე შემდეგ. უყურეთ id 1. მე მინდა რომ თითოეულ ელემენტს გქონდეს თავისი id, იმიტომ ნახეთ, ბოლოსაც რომ დავაჭირო, მაინც ზედა ინიშნება. რატომ? იმიტომ რომ ყველას ერთნაირი id აქვს და ყველა ჯერ პიროს მონიშნავს. ამიტომ მოდით აი ესეთი string-ი გამოვიყენოთ ახლა. და აქ ბოლოში დავწეროთ i. ანუ პირველი ელემენტისთვის question იქნება question 1 0, question 1 1, question 1 2 და question 1 3. და HTML-ის for-საც ხო, აქაც იგივე გავუწეროთ, რომ ზუსტად მაგ ელემენტზე მიუთითებდეს. აქ დავწეროთ i.
დავასეივოთ ახლა, ნახეთ, ამას რომ მოვნიშნავ, კი ბატონო, ამას რომ მოვნიშნავ, უკვე მაგაზე გადის. ანუ ID-ები და ლეიბლები გასწორებული გვაქვს. Name-ი ისევ და ისევ ყველას ერთი უნდა გქონდეს. თუ ერთი არ ეკეთებათ, მაშინ ცალ-ცალკე მოინიშნება ყველა. და დავუშვათ text content-ი, ხო? და აქ რა დავწერდო? არა options 0, არამედ options i და ასე დინამიურად შეცვლის ამას. ხვდებით, ხო? რამდენად მარტივია. კარგით. პირველი შეკითხვა გავაკეთეთ. ახლა უნდა დავამატოთ შემდეგ შეკითხვაზე გადასვლის ფუნქციონალი. შემდეგ შეკითხვაზე უნდა გადავიდეს მაშინ, როდესაც აწვევით აი ამ ღილაკს. ჯერ გავაკეთოთ, არ გვინდა ლოგიკა, რაც ვთქვით, ეგ გავაკეთოთ. ანუ მაგ რაღაცა ბათანი, იყოს ეს ბათანი add button, ან next button, როგორც გინდათ, იყოს next დავარქვით, next button. წამოვიღოთ ეს ღილაკიც ასე, const button, რომელიც იქნება document get element by id, ასე next button და buttons მივცეთ add event listener-ი, click-ი, რაღაცა arrow ფუნქცია და უბრალოდ ნახოთ რომ მუშაობს თუ არა, აბა. რაღაცა აი clicked დავწერთ. აბა. კი ბატონო, ღილაკი დაიჭირა და ჩვეულებრივად მუშაობს. უყურეთ, პირველი შეკითხვა გამოვიტანეთ ასე. აქ ყველგან მეწერა questions 0 0 0 0 და ასე და ასე შემდეგ. მეორე შეკითხვა რომ გამოვიტანო, იგივე ხომ უნდა გაკეთდეს. ოღონდ ეს ნულები უნდა ჩანაცვლდეს ერთით. ხვდებით ხო რაშია საქმე? ანუ როგორც option-ებისთვის შევქმნით რაღაცა დინამიური კოდი, ანალოგიურად შეკითხვებისთვისაც იგივე უნდა ვქნათ. ოღონდ აქ არის ერთი პრობლემა, ნახეთ. უკვე ფორციკლით ასე ვერ გავუშვებთ მაგას. იმიტომ რომ default-ად კი ბატონო უნდა დაიწყოს პირველი შეკითხვით, ანუ ინდექსის ათვა უნდა დაიწყოს 0-ით, მაგრამ ინდექსი უნდა შეიცვალოს მაშინ, როცა მე დავაწვევი აი ამ ღილაკს. ნახეთ, გვაქვს რაღაცა ინდექსი, თავიდან არის 0, იმისათვის რომ დაიწყოს 0-დან, უყურეთ, აი ეგ რო შევქნა. Let current index უდრის 0-ს. current და ეს ნულიანები ჩავანაცოთ current index-ით. და როცა ამ ღილაკს დავაწვევი, ეს current index-ი უნდა გაიზარდოს 1-ით და ჩვენ დავინახოთ მეორე შეკითხვა. დავაწვევი და არაფერი არ მოხდა და რატომ ხდება ასე? ნახეთ, რეალურად ინდექსი შეიცვალა, გაიზარდა. მე რო ახლა ეს თავიდან გაუშვა, მივიღებ მეორე შეკითხვას. უბრალოდ რატომ არ შეიცვალა? იმიტომ რომ ეს რო ერთხელ გაიშვა და მე გავზარდე. მაგიტომაც ვეღარ დავინახე ეგ ცვლილება. ანუ გამოდის რომ თითეული გაზრდისას ეს ნაწილი თავიდან უნდა გაიშვას. თავიდან უნდა ვნახო ეგ ყველაფერი. ამისთვის, რათა არ უწერო ორჯერ სამჯერ ერთი და იგივე, ეგ ლოგიკა ჩავსვათ ფუნქციაში render question, ანუ დახატე, გამოაჩინე შეკითხვა. აი ასე. ესე ჩამოვწიოთ, დავასეივოთ. თავიდან არაფერი არ გამოჩნდება. რატომ? იმიტომ რომ ფუნქცია შევქმნით, მაგრამ არ გამოგვიზახია. უბრალოდ შექმნისას ერთხელ გამოვიძახოთ. რადგან ინდექსი თავიდან 0-ია, გაშვებისას პირველ შეკითხვას აჩვენებს. მოდით ახლა ეგეთი რაღაცა ვქნათ. როცა გავზრდით ინდექსს, თავიდან ვაჩვენოთ ეგ სია. ანუ იყო ეს. შემდეგზე, ნახეთ, question 2 დაეწერა და დაამატა ახალი შეკითხვები. მაგრამ იგივე პრობლემას წავაწყდით, რაც წინა სემინარზე, ისაა, რომ არსებულ კონტენტს დაამატა ახალი. ჩვენ რეალურად რა გვინდა, რომ შიგნით რაც ეწერა ძველში, ყველაფერი წაიშალოს და დაემატოს მხოლოდ ახალი. ანუ, აგრო ჩვენ ხელით დავამატეთ option-ებში option-ები, მოდით და ეგ ყველაფერი წავშალოთ და მხოლოდ ახალი დავამატოთ. და წაშეც ვნახეთ როგორ კეთდება. დამატებამდე ყველაფერი მოვაშოროთ, ანუ დამატებამდე, აქედან ხო იწყება ფორციკლიდან დამატება, ხო?
ამიტომ ეგეთი რაღაცა დავწერო. Scores თუ როგორ მეწერა? Options in HTML-ი, ანუ შიდა კონტენტი, არ აქვს მნიშვნელობა div იქნება label input-ი თუ რა. უდრიდეს ცარიელ strings, ანუ ყველაფერი წაიშალოს. ახლა რომ დავაწვევი ამას, კი ბატონო, წამიერად მოხდა ეგ ყველაფერი. ყველაფერი წაიშალა და მერე დაემატა ახალი კონტენტი. მოდი ახლა დავამატოთ კიდევ სხვა შეკითხვებიც. 3 წელი დავამატოთ ასე. 4 წელი უბრალოდ. 4 აქ ჩავწეროთ რავი C#, C++ და C-. აქაც იყოს Rust, Kotlin, Go და Python. არ აქვს მნიშვნელობა, რაც გინდათ დაწერთ ერთ სიტყვით. უყურეთ, პირველი შეკითხვა, მეორე, მესამე, მეოთხე, მაგრამ მეხუთეზე მივიღებ შეცდომას და რატომ? ინდექსი უკვე გახდა 4 სტოლი და ინდექსი 4 ჩვენ არ გვაქვს. ათვლა გვეწყება 0, 1, 2, 3, შესაბამისად ამისი ბოლო ინდექსი იქნება 3. რა უნდა ვქნათ? რა და როცა მივა ბოლომდე, ბოლო შეკითხვამდე. მერე უკვე არა გამოიტანოს ახალი რაღაცა მნიშვნელობა, არამედ უბრალოდ კონსოლში დამწეროს end, ანუ დასასრული. ხვდებით, ხო? და ნახეთ რა შევიდეთ. გაზრდის მერე ამოწმებთ. თუ ქურეთ ინდექსი ჯერ კიდევ ნაკლებია ქვეშენების რაოდენობაზე, ანუ length-ზე. კი ბატონო, დახატე. ანუ გვაქვს ეგეთი ინდექსი. მაგრამ თუ უკვე გასცდა ამას, ანუ გახდა 4 ნაკლები 4-ზე არ არის. false იქნება, ხო? დაწეროს console log ასე end. დავასეივოთ ახლა. კი ბატონო, ჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ აი ახლა ნახეთ, აქ ინდექსი 3-ია, როგორც კი ერთხელ დავაწვევი, გახდება 4, 4-ზე ნაკლები არ არის, არ სრულდება ეს პირობა, ვხედავ L-ში რაც მიწერია end. ხვდებით, ხო? როგორც მუშაობს ეგ ყველაფერი. კარგით. ახლა კიდე წამოვიღოთ სწორი პასუხი. მარტო ეგ ხო არ არის საკმარისი, ნახეთ. რამეს რო ვნიშნავ და next questions ვაწვევი, უნდა შემოწმდეს. სწორია თუ არა ის. თუმცა სანამ მაგას ვიზავთ, მოდი ჯერ ერთი რაღაცა დავამატოთ. default-ად ნახეთ, აქაც რო გადავალ, default-ად ეგ ღილაკი გათიშულია. ჩვენც ეგ გავაკეთეთ ასე. დავუდგით და ამ ბატონს დავუწეროთ disabled. გათიშულია. ვერც კი ვაწვევი. იმედ listener-იც არ მუშაობს ამაზე, იმიტომ რომ გათიშულია. მაგრამ როგორც კი რაიმე ამ inputs მოვნიშნავ, ხო? მოდით და ჩავრთოთ ეს ღილაკი. ანუ ამაზეც უნდა დავწეროთ event listener-ი. რაზე? რადიოზე. ნახეთ, რადიო add event listener-ი კლიკი კლიკზე რო სრულდებოდეს რაღაცა დავუშვათ რა, ნახეთ button disabled false. უყურეთ, ამას როგორც კი მოვნიშნავ, ღილაკი ჩაირთვება. მაგრამ ისიც ვთქვით, რომ თუ მუშაობთ input-ებთან, არ გამოიყენოთ ეს click event-ი. რადიო ბატონებთან გამოიყენეთ input-ი. ნუ click-ი კი ბატონ ჩვეულებრივ ბატონზე რაღაც პარაგრაფზე და ასე შემდეგ გამოიყენეთ, მაგრამ რადიოსთან გამოიყენეთ input-ი. თვითონ input types აქვს თავისი რაღაცა event-ი, მაგრამ რადიოსთან ერთ სიტყვით ეს გამოიყენეთ და კი ბატონო, აი ჩვეულებრივად იმუშავებს. თუმცა შემდეგ შეკითხვაზე რომ გადავდივარ, ეგ უნდა გაითიშოს. ანუ ახალი შეკითხვის დახატვისას ეს უნდა გაითიშოს. ანუ აქ დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ button disabled true. თან მარტივია, HTML. ასე და ასე. ხვდებით ხო ლოგიკას? კარგით. ახლა რა უნდა ვქნათ? რომელიღაც option-ის არჩევისას და next question-ზე დაჭერისას უნდა შევამოწმოთ სწორია თუ არა ჩვენი პასუხი. ჯერ ვიდრე მაგას გავიგებთ, როგორ გავიგოთ რა გვაქვს ჩვენ მონიშნული, თვითონ ამ შეკითხვებსაც ხო უნდა მიუთითოთ, რომელი აქედან სწორი.
ერთ-ერთი კიდე პარამეტრი აქ დავამატოთ correct-ი და იქ ჩავწეროთ პასუხი. დავუშვათ CSS-ი იყოს ამ შეკითხვის სწორი პასუხი. მე ამასაც დავამატოთ correct-ი იყოს TypeScript-ი. ამასაც correct-ი დავუშვათ C# და ამასაც რაღაცა correct-ი იყოს Rust-ი. ხედავთ ხო რითაა კარგი ამ ობიექტების გამოყენება, იმიტომ რომ 1000 რაღაცის დამატება შეგვიძლია. ახლა რეალურად რა უნდა ვქნათ? ნახეთ, თუ ვდგავართ პირველ შეკითხვაზე, ჩვენ უნდა წამოვიღოთ პირველი შეკითხვის correct-ი და შევადაროთ იმასთან, რა გვაქვს მონიშნული. აი როგორ შევადაროთ ისე, რა გვაქვს მონიშნული, აი მაგისთვის ერთი რაღაცა ახალი პარამეტრი უნდა გასწავლოთ. ნახეთ, დავუშვათ მე მინდა input-ისთვის რაღაცა სტილების შეცვლა. მაგრამ შეიძლება მქონდეს ტექსტური input-ი, რადიო input-ი, checkbox-ი და ასე შემდეგ. კი, შემიძლია ახლა თვითონს დავდგეთ და კლასი მივცე და რაღაცა ისეთი. თუმცა გვაქვს უკეთესი ვარიანტი. ნახეთ, ეს ხო ტექსტია, ეს არის რადიო. მე შემიძლია აქ input-ის ბოლოს დავწერო კვადრატული ფრჩხილები და დავწერო პირდაპირ ამ ატრიბუტის property-ის სახელი. თუ type-ი უდრის ტექსტს. მაგ შემთხვევაში მივცეთ background color red. ანუ სხვა რაღაცებზე არ იმუშავებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ type-ი არის next. თუნდაც ნახეთ, ამათ ხო აქვთ რაღაცა საერთო name-ი, ხო? შემიძლია ეგეთი რაღაცა დავწერო, რომ თუ ამისი name-ი უდრის რაღაცას. ხვდებით ხო ისი თქვა მინდა? ასე დინამიურად შეგიძლიათ მონიშნოთ. მაგრამ კიდევ შემიძლია დავწერო ეგეთი რაღაცა input ორ წერტილი checked. ანუ თუ მონიშნულია ეს input-ი, ну ძირითადად ეგ რაზე გვხდება რადიო ბათანზე და checkbox-ზე. ახლა input-ს მონიშნა არ აქვს. ამას აქ მონიშნა. და შეგვიძლია ეგეთი რაღაცა დავწეროთ, რომ თუ დავუშვათ მონიშნულია, ამას და გავუთიშოთ საერთოდ display, ნახეთ? აი ეს რომ მონიშნულია, მაგიტომაც input-ი გაითიშა. ახლა ეს რომ მომნიშნო, ეგ დაბრუნდება, იმიტომ რომ checked აღარ არის და ეგ სტილები მოეშორა. ამას მიეცა, ამას და ასე შემდეგ. ახლა რატომ გასწავლეთ ეგ საერთოდ? დაჭერისას, აი ეგ დაჭერისას. წამოვიღოთ ისეთი input-ი, რომელიც არის checked, ანუ მონიშნული. chosen option, რომელიც არის document query selector. Query selector-ს რატომ ვიყენებთ? იმიტომ რომ ხო ვთქვით, რომ query selector-ში იწერება ზუსტად CSS სელექტორები. input-ი აქ დავუმატოთ ეგეთი რაღაცა, რომ თუ type-ი ამას აქვს რადიო და ეს ყველაფერი კიდე თუ არის checked და კონსოლში გამოვიტანოთ. ნახეთ. chosen option-ი. რომ მოვნიშნოთ ახლა ეს CSS და next დავაჯერო. აი, რაღაცა inputs მივიღებ, რას? ზუსტად აი ამ inputs მივიღებ, რაც მაგამდე იყო. და რადგან მე მაგ წოდომა უკვე ამ რადიო ბათანზე შემიძლია ვნახო, რა იყო მაგისი მნიშვნელობა. ამისთვის დავწერთ ეგეთი რაღაცა. ეს value. აბა. იქნება on. რატომ? ყველაფერს იქნება on, რაც არ უნდა მონიშნოთ, on იქნება ყველაფერი. იმიტომ რომ ეს გვეუბნება უბრალოდ, რომ ეს რადიო ბათანი მონიშნულია. ჩვენ აქ ერთი პარამეტრი დაგავიწყდა, რომელიც არის value. ანუ კი ბატონო, ხო, label-ით ვეუბნებით ამას, რა არის ეგ, მაგრამ მაგას მხოლოდ ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ, რომ ამას თუ დავაწვევით, იქნება C#. შეიძლება ამას რო ვაწვევით, რეალურად კომპიუტერი JavaScript-ს გადასცემდეს სულ სხვა values. ხვდებით რისი თქვა მინდა, ვიზუალურად შეიძლება სხვა იყოს, მაგრამ კოდის დონეზე სხვა იყოს. ამიტომ ჩვენ დავუწეროთ ამას კიდე radio წერტილი value. ну ახლა სიმარტივისთვის იგივე გადავცეთ, რაც თვითონ label-ში წერია. ანუ გადავცეთ რა questions current index-ის option-ის i, ხო? ну იგივე რაც ტექსტს მივეცით. და ხავყურეთ, რომ ვაწვევი CSS, ამისი value არის უკვე CSS. ამისი რა იქნება?
ტაიპსკრიფტი. და ახლა ზუსტად შემიძლია გავიგოთ თუ რომელი ელემენტი მაქვს არჩეული. ხვდებით ხო ლოგიკას? ერთი რაღაცა მინდა შევცვალო, ნახეთ. ყველა inputs აქვს question 1 name. მოდი ეგ შევცვალოთ. question current index-ზე. ანუ პირველებისთვის იყოს question 0, შემდეგ შეკითხვის question 1 და ასე შემდეგ. უბრალოდ მაინც რო იყოს ეგეც. და აქაც ეგეც შევცვალოთ ID. ანუ ეს ასე current index-ი და აქაც ვცვლით current index-ი. ანუ იქნება question 0 0, question 0 1 0 2, მერე question 1 0. მეხუთით ხო? კარგით. თავი რო დავიზღვიოთ, რეალურად თუ არაფერი არ იქნება მონიშნული, მაგ ღილაკს ვერც დავაწვევით. მაგრამ დავუშვათ რაღაცნაირად მაინც ეს ფუნქცია გაიშვა, არაფერი არ გვაქვს მონიშნული და ეს ფუნქცია გაიშვა. თუ ვერაფერს ვერ ნახავს, აი ამაში დავურწმუნდით, აი რაღაცა სისულელე რო დავწერო, ხო? და ნახეთ მოუნიშნე რამე და დავაჭერ next. რადგან ვერ ნახა აქ chosen option-ი გახდა null-ი. და მე რო შევეცადე null-ზე values გამოტანა, ხო? მაგის გამოც მივიღე შეცდომა. ამიტომ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ, ნახეთ. თუ chosen option-ი უდრის null-ს, მაშინ return. return-ი თქვით რა რაღაცა მნიშვნელობას აბრუნებს, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში return-ის მერე რაც წერია, არაფერი არ გაიშვება. ანუ ფუნქცია აქ შეწყდება. ისე და ისე აქ რო რაღაც სისულელე დავწერო და აქ რო HTML-ი მოვნიშნო, ნახავთ რომ არაფერი არ მოხდა, არც კონსოლოგი არ მოხდა, არც current index-ი არ მოიმატა. რატომ? იმიტომ რომ აქ არის return-ი, რომელიც აჩერებს ამ ყველაფერს. ნუ ასე თავი დაიზღვიეთ მაინც. ეგ დავწერეთ. მოდით ახლა რამე ცვლადში შევინახოთ ესე const chosen value, რომელიც არის არჩეული option-ის value და შევადაროთ. უყურეთ, თუ ჩვენი ეს არჩეული value ემთხვევა, ჩვენ ვთქვით, იმ შეკითხვის correct, ანუ იმ შეკითხვის როგორ გავიგოთ? questions current index-ის correct, ხო? მაგ შემთხვევაში უნდა გავზარდოთ ჩვენი ქულა. ანუ თავი უნდა იყოს 0 1 2 3 ზუსტად იგივენაირად როგორც ეს current index-ი გვაქვს. let current score რომელიც უდრის 0-ს. იმიტომ თავიდან არ გვაქულა, ხო? 0. და თუ ეს ამას უდრის, კი ბატონო, current score ++. მეხუთით, ხო? და ეს ყველაფერი რო დამთავრდება, მე რო უკვე გავზარდოთ level-ი და გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. და ნუ მოდი აი თითოეული ამ task-ის მერე გამოვიტანოთ ჩვენი ქულა, current score. ნახეთ, მანდ იყო სწორი ეს ისე იქ საერთოდ არ გვჭირდება, ამიტომ წავშოვოთ. ნახეთ, CSS იყო სწორი პასუხი, ხო? Next question-ი 1-ია. აბა აქ ახლა ჩავწეროთ React-ი. ისევ 1 დარჩა, არ მოიმატა ქულა. აქ მოვნიშნოთ C# 2 გახდება და აქაც Rust-ი რომ მოვნიშნოთ გახდება 3. და end მივიდა ბოლომდე. ახლა რამდენიც არ უნდა ვაწერო, არ გაიშვება. რა მოხდა აქ? Properties of undefined correct. ხო, ეგ შეგვიძლია მე შევცვალოთ, ნუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგას მე შევცვალოთ. კარგით. რა გვინდა ახლა ვქნათ? ვიზუალურად და კონსოლში კი გამოგვაქვს ჩვენი ქულა, მაგრამ user-ი ახლა კონსოლში არ შევა. users ჩვენი ქულა უნდა ვაჩვენოთ აი აქ. ანუ ჩვენ უნდა წამოვიღოთ ახლა ეს პარაგრაფი და შევუცვალოთ ამას მნიშვნელობა. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა მეგობრებო, ვიდრე მთლიანი პარაგრაფი წამოვიღო და ვცვალო მთლიანი მისი მნიშვნელობა, შეიძლება ძალიან დიდი ტექსტი ეწეროს, აი თქვენი ქულა არის რაღაც. ყოველჯერ რო აწეროთ თქვენი ქულა არის და ასე შემდეგ, ხო? მოდი მხოლოდ ის მნიშვნელობა შევცვალოთ, რომელიც იცვლება. დანარჩენი ყველაფერს ჩვეულებრივად სტატიკურად დავდოთ. ანუ ავიღოთ span-ი, მივცეთ ID score და იყოს თავიდან 0. წამოვიღოთ ახლა ეგ span-ი. ესა დავდგეთ და აქ დავწეროთ, ხო? ხო, წამით რაღაც მაინტერესებდა. ეს h2-იც for ციკლში არ გვინდა. for ციკლის გარეთ იყოს. იმიტომ რომ ნახეთ, შეკითხვა რო იწყება, ერთხელ გამოგვაქვს ეგ მნიშვნელობა და ეს ხდება 4-ჯერ. და მაგამდე ახლა for ციკლში რო გვეწერა, გამოდის რომ უბრალოდ 4-ჯერვე ერთი და იგივეს წერდა თითოეული შეკითხვისთვის.
მე ხვდით ხო რისი თქვა მინდა იყოს for ციკლის გარეთ ახალი შეკითხვა მოდის კი ბატონო ერთხელ დაიხატება მერე იხატება მაგისი ოპშენები და ადრეც იგივენაირად მუშაობდა ანუ ჩვენთვის ვიზუალურად მაგრამ კოდის ხრე ერთი რაღაცა 4-ჯერ იწერებოდა ამიტომ for-ის ზემოთ ავიტანე ეგ კარგით აქ ახლა დავუწევთ ესე const score რომელიც არის document score დავარქვათ ხო იყოს score get element by id ასე score და ნახეთ რა ვქნათ როცა ქულა იმატებს ხო დავუწევთ score text content-ი უდრიდეს ჩვენ აი ამ ქულას current score ანუ აქ იქნება ახლა 1 2 და ასე შემდეგ იდეაში თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს გვინდა რომ როცა აი აქ ბოლო ელემენტს დავაწვევით გადაგვიყვანოს რაღაცა ან გადაგვიყვანოს ან იქ ყველაფერი შეცვალოს საბოლოო მესიჯით აი როგორც აი აქ იყო აი რაღაც რო უცებ მოვნიშნოთ ნახეთ ყველაფერი გაქრა იმაში გულისხმობ რომ question-ებიც ვარიანტებიც ის ღილაკიც და დაგვრჩა quiz completed და ჩვენი ქულა ხო ნუ ეს ღილაკი ჯერ არ გვინდა ანუ რა გამოდის ესეც უნდა წავშალოთ ესეც ეს ღილაკიც როგორ წავშალოთ ეგ ყველაფერი გამიხილეთ inner html-ით ოღონდ რა წავშალოთ ნახეთ question-ი type-ი პარაგრაფი ყველაფერი არის ჩასმული კონტეინერში წამოვიღოთ თვითონ კონტეინერი აი აქეთ const container document query selector container და დავწეროთ ეგეთი ფუნქცია უბრალოდ შევქმნათ function show რაღაცა ან quiz complete დავარქვათ quiz complete რომელიც რას იზამს ნახეთ აიღებს კონტეინერს და შეცვლის მაგის inner html-ს აი თუნდაც არიელი რო დავტოვო ნახეთ ასე on js ფუნქცია არ გამიშვია console log end-ის მაგივრად დავწეროთ quiz complete გამოვიძახოთ ხო ეს ფუნქცია ისევ თავიდან მოვნიშნოთ და კი ბატონო ყველაფერი წაიშალა მაგრამ ჩვენ ყველაფერი წაშლა არ გვინდა ჩვენ გვინდა დავწეროთ რომ აქ გვინდა იყოს h2 quiz completed ესე h2 და ამის დაბლა ეწეროს რაღაცა პარაგრაფი და მაგალითად you scored დავუშვათ 2-4-დან მაგრამ როგორ ჩავწეროთ ახლა ეს დინამიურად სულ რამდენი შეკითხვა ქონდა ეგ ყველაფერი ჩანს question-ების lens-ში და რამდენი ქულა ჩვენ ავაგროვეთ არის questions კი არა უდიში current score-ში დავასეიბოთ მოვნიშნოთ აბა აქ css-ი აქ TypeScript-ი დანარჩენებზე უკვე არასწორად ვუპასუხოთ და მივიღეთ ახალი როგორც გვერდი სექცია როგორც გინდათ დავარქვით quiz completed you scored 4-დან 2 მივხვდით ხო რამდენ მარტივია ეგ ყველაფერი რეალურად რა ფუნქციონალი ახლა გაკეთებული გვაქვს მეტი აქ სხვა არაფრის დამატება იდეაში არ გვიწევს შეგვიძლია გავაკეთოთ API call-ის სიმულაცია დაუშვათ ეგ რაღაცას ბაზაში არის შენახული და ბაზიდან წამოვიღოთ ეს ნიშნულობები ნუ ახლა ბაზას ხელით არ შევქმნით გვექნება რაღაცა ესე questions JSON-ი გახსოვთ ხო რომ API აბრუნებს მონაცემებს JSON ფორმატში ხო და ახლა ავიღოთ აი ეს ყველაფერი აი ეს და აქ JSON-ის სახით შევინახოთ ჩვენი დავალება რა არის რომ ვებ გვერდის ჩატვირთვისას ეგ იქნება ცარიელი და ჩვენ გვინდა რომ წამოვიღოთ ამ questions JSON-დან ეს მონაცემები და აქ დავამატოთ ჩვეულებრივად ნუ შეგვიძლია ესეთი რაღაცა დავწეროთ რომ default-ად იყოს loading ესე იტვირთება როგორც კი ჩაიტვირთება შეკითხვა კი ბატონო გაიშვას ეგ მონაცემები როგორ ვქნათ ახლა ეს წამოღება fetch-ით გახსოვთ ხო fetch-ით წერდით
links, მაგრამ რადგან ეგ ყველაფერი ახლა API-ის links უთითებდით. რადგან ლოკალურად გვაქვს ფაილი შექმნილი, ხო? ასე დავწერთ უბრალოდ question JSON question JSON-ი წამოიღო და წამოღებისას უნდა დავწერო then რაღაცა data-ს ხო წამოიღებს data და მოდით აბა console log-ში გამოვიტანოთ ეს data, აბა დავასეივოთ error-ებს ცოტა ხანი არ მიაქციოთ ყურადღება then-ის გახსოვთ რა არის, ხო? ანუ ჯერ ელოდება fetch-მა შეიძლება 2 წამში დააბრუნოს, ეს 2 წამი ელოდება, კოდი დანარჩენ ჩვეულებრივად მიდის, then-ი ელოდება. მიიღებს რაღაც მონაცემებს, გაიშვება error ფუნქცია და რაღაც response-ი დაგვიბრუნა. ამას აქვს სტატუსიც აქვს, OK-იც აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ და ეს არის question. აი ნახეთ, რითი მივხვდი რომ არასწორად მეწერა. OK იყო false და სტატუსი იყო 404. რაც ნიშნავს რომ შეცდომა. ეს არის questions. აბა ახლა გავუშვათ, აი კი ბატონო, სტატუსი არის უკვე 200, OK არის 8, ანუ მონაცემები წამოიღო. თუმცა ჩვენ გვჭირდება მაინც და მაინც მონაცემები და არა აი ეს რაღაცა კონტეინერი, ხო? ამიტომ აქ დავწერთ then-ი აბრუნებს data-s ოღონდ JSON-ად. ამას რო JSON-ად გარდაქმნის, მე ჩვენ ისევ დავწერთ then-ს და მაგ გარდაქმნილ data-s დავიჭერთ და უბრალოდ აი ესე console log-ში გამოვიტანთ. კი ბატონო, მივიღე ჩემი კვიზი, ხო? ისევ და ისევ, ამან JSON-ად გარდაქმნა, ამან მიიღო ეს data და გამოიტანა. ეს და ეს data ორივე ცალ-ცალკე არის. ერთმანეთისგან დაუმოუკიდებელი, იმიტომ რომ ეს არსებობს აქ, ეს არსებობს აქ. ახლა რა შეცდომა? რეალურად ეს fetch-ი მონაცემს აბრუნებს, აი დაუშვათ 0.0000 რაღაც წამში. სანამ ეს იშვებოდა, დანარჩენი მთლიანი კოდი გაიშვა. და ნახეთ მე რა მიწერია სადღაც აქ render questions. ანუ რო გაიშვა, ამან გაუშვა პირველი შეკითხვის გამოტანა. მაგრამ რადგან მაგ მომენტისთვის თვითონ აი ეს question-ების მასივი ცარიელია, მაგან ვერ შეძლო ვერც პირველი ელემენტის წამოღება, ვერც question-ის გამოტანა და მაგიტომაც აქ მივიღეთ შეცდომა. აი შეცდომა პირველი არის 23 ხაზზე, როცა პირველად გამოვიძახეთ question-ის current index question-ი. ამიტომ მოდით ესე ხელით გამოძახება მოვაშოროთ და როდის გამოვიძახოთ ეს ფუნქცია, როდის და როცა data შეწყვეტს წამოღებას და გადმოწერას, ხო? აი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ ახლა უყურეთ, რომ რასაც მივიღებთ გავუტოლოთ აი questions უდრის, აი ამ data-s. ან თუ გინდათ ასე დაწერეთ data. მოვთქვით რომ ყველაზე კაი ვარიანტი მაინც ასე იქნება ეს. ასე დავუწეროთ. გახსოვთ ხო ის სრულ copy-ს გვრის. ეს უნდა შევცვალოთ let-ზე, იმიტომ რომ const-ი მაგის საშუალებას არ მოგცემს და როგორც კი მივანიჭებთ ამას მნიშვნელობებს, დავხატოთ ის რაც მივიღეთ. და კი ბატონო შეცდომა არ გვექნება. აი ნახეთ რომ ვარეფრეშებ რაღაცა პერიოდი შეიძლება ვერ ხედავთ, მაგრამ loading-ი ჩანს და მე იმ წამსა ეგ იცვლება. გაიგეთ თუ არა? აი ძალიან მარტივი არის, ეგ ისე და ისე მოგვაქვს მონაცემები, გარდაქმნით JSON-ად, მერე ვანიჭებთ ჩვენ ძირითად question-ებს ამ ყველაფერს და როცა უკვე ყველანაირი მონაცემი წამოღებული გვაქვს, გამოგვაქვს ესე. ძალიან მარტივი არის სიტყვით. შეგვიძლია ახლა ცოტა ხანი CSS-ს გავჩერდეთ, უბრალოდ მოვნიშნავ აქ body-ს. მეთქვი რომ body-ს color-ი არის აი ეს body background color-ი, რაღაცა რო შეიცვალოს, მთლიანი კონტენტი რო აი ესე შუაში ჩავსვათ, აი ესე შუაში. ამისათვის თვითონ body-ს უნდა მიუწერო display flex-ი და თავის შუაში რო ჩავსვა, ასე center ეს x ღერძზე და ახლა y ღერძზე. თუმცა აი ეს დაპატარებული მქონდა, აი ესე ჩანს რეალურად. თუმცა როგორც ხედავთ, აი აქ y ღერძზე შუაში არ ჩასვა. რატომ? იმიტომ რომ default-ად გახსოვთ ეგ იმედია, default-ად body-ის სიმაღლე არის ის, რამდენი ელემენტიც არის მაგაში ჩასმული. ანუ აქამდე რო ყოფილიყო, კი ბატონო body აქამდე იქნებოდა. მაგრამ რეალურად body-ის სიმაღლე არის აი ახამდე
და ნუ შესაბამისად კი ბატონო ახლა თავის სიმაღლეში ვარ ჩასული, შუაშიც იქნება. ამიტომ ვადის დავუწერთ ეგეთი რაღაც, რომ მინიმალური სიმაღლე უნდა გქონდეს 100 VH, ანუ მთლიანი ეკრანის ასეთი ზომა, ხო? კარგით. ავიღოთ ახლა თუნდაც კონტეინერი, მივცეთ ამას background color-ი თეთრი, თვითონ ეს კონტეინერი იყოს. რაღაცა max ვიცი დაუწეროთ, დაუშვათ 60 რემი, მაგრამ ვიცი იყოს 100%. აი რაღაცა ესეთი კონტეინერი იყოს. ნუ 60 არა და იყოს დაუშვათ 50. მოვამრგვალოთ კუთხეები ცოტა, border radius-ი დაუწეროთ ამას 2 რემი. აი, მომრგვალდა. და მივცეთ box shadow ჩრდილი, ხო? ნუ ეგ უკვე ზემოთ გაწერილი მაქვს აი ამ shadow ცვლადით, ხო? var ანუ variable shadow. კი ბატონო. დავიწყოთ ახლა, ხო? ამას ახლა რაღაცა padding-იც აქვს, ამიტომ მივცე ამას padding 3 rems. ო იყოს 3 რემი, რა მნიშვნელობა? ზუსტად ერთ-ერთი არ დავასვათ, არა ეგ პრობლემა. და გავუცენტროთ ახლა თვითონ question 2. მოდი, რადგან ესეც უნდა გაიცენტროს, ნახეთ. ესეც გაცენტრილია, ესეც, თვითონ კონტეინერს დავუწეროთ text align center. და ყველაფერი შიგნით რაც იქნება ჩასული, უკვე ყველაფერი გაცენტრილია. h-ს მივცეთ რაღაცა font size-ი იყოს 3 რემი. კი ბატონო, იყოს 3 რემი. და margin bottom-ი კონდეს 3 რემი კიდე. ნუ რაღაცა დაშვება კონდეს. სანამ option-ებზე გადავალ, შევხედოთ ერთი button-საც. ნუ button, ასე ავიღოთ button-ი. default-ად მინდა რომ border-ი ამას აქვს ამას border-ი? ო, არა აქვს ამას border-ი. ამიტომ border none მივცეთ. background color-ი ამას კონდეს dark-ი. მაგრამ მაგაზეც მივალთ, ახლა ჯერ ცოტა ხანი დავალოდოთ, ჯერ color-ი white-ი მივცეთ, რომ თეთრი ფერის იყოს შიდა ტექსტი. ვიცი იყოს ამისი 100%. padding-ი ზემოდან და ქვემოდან, ანუ padding block-ი იყოს 2 რემი. მგონი 2 ძალიან დიდია. 1.5 მივცეთ. ესეც დავამრგვალოთ. border radius-ი იყოს 2 რემი. თუ ძალიან სწრაფად ავხსენი, ახლა ისე დავბრუნდები ნელ-ნელა ვიტყვი რომ უბრალოდ default სტილები მოვაშორე button-ის, border-ი მოვაშორე, გავუწელე 100%-ზე, ტექსტის ფერი შევცვალე, padding-ი მივეცი რომ ზემოდან და ქვემოდან გქონდეს დაშორება და მოდით cursor pointer-იც მივცეთ. ასე აბა ნახეთ, აი, cursor pointer-იც. მაგრამ ნახეთ, რომ გათიშულია ბადი, მაგას სხვა ფერი აქვს მიცემული. ამიტომ დავწვეთ ეგეთი რაღაცა. button თუ არის disabled, ო? cursor. აბა რა cursor-ი ვნახოთ ახლა. movie არ გვინდა, none არა, no drop-იც არ გვინდა. აბა რამე საინტერესო cursor-ი ვნახოთ. default crosshair-იც არა. აბა ამას რა აქვს მიცემული აქ ვნახოთ. inspect-ში გადავიდეთ. დავაჭიროთ აბა ამას აქვს, აი, not allowed მიცემული. კი ბატონო. ჩვენს მივცეთ cursor not allowed, რატომღაც არ შემხვდა. და default-ად რო გადავატარებ, აი, not allowed არის. მაგრამ როგორც კი რამეს მოვნიშნავ, აი, უკვე ჩვეულებრივია ეს cursor-იც ეძლება, იმიტომ რომ აი ეს სტილები გაქრნენ. და default-ად ამისი ფერი უნდა იყოს background color button disabled, აი რაღაცა ფერი შევქმნი. So, button disabled. დავარეფრეშოთ კი ბატონო, აი, და როგორც კი რამეს მოვნიშნავ, იცვლება. ლამაზი გადასვლაც რო იყოს, აჰა, აი, transition background color 0.3 წამი დავუშვათ. და კი ბატონო, აი, როგორც კი მოვუშვე, ნელ-ნელა ესე იცვლება. ზემოდან და ქვემოდანაც დაშვება შევქმნათ ამ button-ს. margin block-ი, ზემოდან და ქვემოდან 2 რემი. ოღონდ ეს არა ბლოკზე მივცეთ, არამედ ზოგადად რო გქონდეს. და კი ბატონო, ნუ რაღაცა დაშვებაც მივიღეთ. და ბოლოს გვაქვს პარაგრაფი, ამ პარაგრაფს მივცეთ რამე უნდა? არა, იყოს უბრალოდ პარაგრაფი. font size-ი ცოტა გავუდიდოთ, იყოს 1.5 რემი, ასე.
font weight bold-იც მივცეთ ცოტა, font weight bold-ი. და კი ბატონო, ნუ რო გადავა, ახლა ეს 1 გახდება 2 და ასე შემდეგ. რატომღაც ხო არასწორი ჩავწერე და მაგიტომ არ მოიმატა ერთით. კარგით. ახლა რა ვუყოთ? აი ამ ელემენტებს. ნუ რო ვუყურებთ ამ განლაგებას, აშკარა არის რომ ეს არის display grid-ი ამაზე. ნუ შეგიძლია display flex-ითაც ქნათ, მაგრამ ყველაზე კარგი იქნება display grid-ი. ანუ ახლა რო დავდი options და დავწერო ეგეთი რაღაცა, options უყურეთ display grid-ი. და როგორ დავალაგო ეგ უყურეთ, რომ grid template columns უნდა იყოს 1 f არის, 1 f არის. რა ვუთხარ, რომ 2 თანაბარი, ანუ ერთნაირი კოლუმნი უნდა იყოს ეგ. და მაგათ შორის დაშორება კოლუმნებსაც და როუებს შორის დაშორება, ხო? იყოს დაუშვათ 3 რემი, ხო? ახლა დიზაინი მივცეთ უკვე თვითონ labels. ანუ label ავიღოთ, label და რაღაცა მინდა გავაკეთოთ ახლა. ნახეთ როგორ ქონდა მაგამდე გაკეთებული ჩვენ. როგორ და გვაქვს input-ი და input-ის გვერდით დგას label-ი. კი ბატონო, ყველაზე აი legacy და გავრცელებული ვარიანტი ეგ არის. თუმცა ლექციაზე გავარჩიეთ, რომ გვაქვს label-ის და input-ის შექმნის უკეთესი ვარიანტი, ისე რომ არ მოგვიწევს საერთოდ არც ID-ების, არც for-ების გამოყენება. ანუ რას გულისხმობ? უყურეთ, აი დავაკვირდით ნებისმიერ ამ options. როგორ არის? არის input-ი და გვერდით დგას label-ი. ამას სჭირდება აუცილებლად ID, ამასაც აუცილებლად for-ი. მოდი ასე ვქნათ. შევქნათ label-ი for-ის გარეშე. და label-ის შიგნით ჩავსვათ ჩვენი input-ი, რომელსაც აღარ დასჭირდება ეს ID. ანუ რო აწვევით labels, რადგან უკვე input-ი შიგნითაა, თვითონ ხდება რომ უნდა მონიშნოს ეგ input-ი. ხვდებით, ხო? შეიძლება არალოგიკური მოგეჩვენოთ ან ერთი ან მეორე მეთოდი, მაგრამ ორივე ვალიდურია გააჩნია შემთხვევას. ახლა მე მინდა ეგ ვარიანტი გამოვიყენო, რატომ? სტილების გამართვაში უფრო დამეხმარება. იმიტომ რომ აღარ მომიწეს მე ცალკე input-ზე და მე label-ზე ფიქრი. მე მექნება ერთი საერთო label-ი, მაგას მივცემ სტილებს. ნუ input-ით შიგნით თავისით ჩაჯდება სადღაცას. ხვდებით ხო რატომ ვამბობ მაგ ყველაფერს? ამიტომ აი ესეთი რაღაცა ვქნათ აგრო. ამას მოუშალოთ ID, ამას მოუშალოთ ახლა for-იც და არა div-append-ი, არამედ ეგეთი რაღაცა ვქნათ, რომ label append radio, მერე div append label და მერე labels ჩავსვათ აქეთ. სიმარტივისთვის შეგვიძლია საერთოდ div-იც მოვაშორეთ, იმიტომ რომ უკვე ერთი ელემენტი გამოვიდეს. მაგამდე div-ი გჭირდებოდა იმისთვის, რადგან ორი ელემენტი ქონდა, input-ი და label-ი. ახლა რადგან ერთი გვაქვს, მოდი საერთოდ ეს div-იც მოვაშოროთ. შეიძლება დავგჭირდეს, აბა ვნახოთ არის, მე მგონია რომ მაგის გარეშედაც კარგად ვიზავთ. აქ დავამატოთ მარტო label-ი. და კი ბატონო, ეს მუშაობს. აბა გვაქვს ერორები, რამე გვაქვს? არაფერიც არ გვაქვს. მე რო უყურეთ ეკრანს რო ვაპატარავებთ, ეგ ბოლომდე მიდის აქამდე, ხო? მოდი არა 100% დავწეროთ. ეგეც ვისწავლეთ. ვუწევთ 90%. და ესეც მუშაობს. ოღონდ ის ბატონს მივუწერი და მაგიტომ არ იმუშავა. აი აქ დავწეროთ 90%. აი, ანუ აქედან 5%, აქედან 5% სულ იქნება მოკლებული. აქ რო გაიზრდება, კი ბატონ ჩვეულებრივად შეწყვეტ ზარდას, მაგრამ აქ ეგრე იყოს. უყურეთ, ახლა labels მივცეთ background color-ი var და აქ იყო ერთი option color-ი შევქმნი. ანუ მაგამდე მომიწევდა რაღაცა თვითონ ჯერ იმ div-ისთვის ფერის მიცემა, მერე ამისი გამოსწორება და ასე შემდეგ. ბევრად მარტივად გავაკეთეთ ახლა. მერე font size-ი მივცეთ ამას 2 რემი. padding-იც მივცეთ. მოდი padding block-ი მივცეთ მხოლოდ ამას. ძალიან პატარა, 2.5 რემი. კი ბატონო, ნუ შეგვიძლია ცოტა მეტიც მივცეთ, 75. ასე. მოვამრგვალოთ border radius-ი. რაღაცა საერთო დიზაინი რომ მივიღოთ, აქაც რამდენი მქონდა 1.2. აქაც 1.2-ს მივცემ. border-იც მივცე ამას, უკვე მზად მაქვს მე border-ი. სად არის border-ი? border-ი ესე.
რაც ესეთი ბორდერის მიეცა. კურსორ პოინტერიც დავამატოთ. ასე. hover ეფექტიც დავამატოთ, ნახეთ. label hover ამისი ბორდერის ფერი უნდა იცვლებოდეს. დაგვირდით? აქ რო ვატარებ, მარტო ბორდერის ფერი იცვლება. ამიტომ border color იყოს primary. აბა. ხო. და transitions მივიცვეთ transition all მომთელი 3. იმიტომ რომ სხვა რაღაცების დამატებას მე მოგვიწევს მე და ერთს ვიტყვით რა. კარგი. გაფი ცოტა დავაპატარავოთ. აი ესე იყოს და ყველაზე მაგარი. ავიღოთ ეს ჩვენი input type radio და საერთოდ გავაკროთ. display none დავუწეროთ. რეალურად იმუშავებს კოდი. იმიტომ რომ label-ი დაკავშირებულია button-თან. ვიზუალურად არ ჩანს ეს input-ი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საერთოდ ამოვაგდეთ. არა, ვიზუალურად არ არსებობს. მაგრამ JavaScript-ის ჩვეულებრივად არის, აი. მაგიტომაც აი ახლა რომ მოვნიშნო მე მაგალითად CSS-ი და next questions დავაჭირო, ნახეთ, score 1 გახდა. ნუ CSS-ი მოვნიშნე. მიხვდით ხო? აქ რომ მოვნიშნო TypeScript-ი, score-იც კიდევ გაიზარდა. buttons-საც ცოტა ერთი შევუცვალოთ სტილი. buttons არის 1.2 რემი დავწეროთ ან 3. აბას. ხო, ცოტა რო იყოს და font text transform-ი მივცეთ ამას uppercase იყოს რაღაც ეს. next question უბრალოდ. მაგრამ უყურეთ მე რომ მოვნიშნე ეს CSS-ი, ხო? კი ბატონო, კოდის დონეზე მოინიშნა, მაგრამ თუმცა ვიზუალურად არ ჩანს. ამიტომ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. სად არის? radio button-ის მონიშნისას დავამატოთ labels class list add active. და თუ ამას ექნება active კლასი active. მაშინ background color-ი იქნება primary. თვითონ border-ის ფერიც იყოს, border color-იც იყოს primary. და ტექსტი იყოს, ანუ color-ი იყოს თეთრი ფერის. აი. მაგრამ ამას ახლა ეგი პრობლემა აქვს, უყურეთ. მარტო ემატება ეგ სტილები. ამიტომ ასეთი რაღაცა ვქნათ. დამატებამდე წამოვიღოთ ყველა label-ი, labels, document, query selector all as a label, ყველა label-ი წამოვიღოთ. თქვით რომ ეს აბრუნებს node lists, გადავაბრუნოთ ჩვეულებრივ, გადავაქციოთ ჩვეულებრივ მასივად. დავუყვეთ თვითეულ labels, გინდათ ჩვეულებრივ ციკლით, while-ით, for-ით, როგორც გინდათ for-ით დავუყვები მე. თვითეული იქნება label-ი და თვითეულ elements ასეთი რაღაცა დავუწეროთ. l remove უბრალოდ class list remove active. ანუ არ აქვს მნიშვნელობა რომელიც იქნება მონიშნულ, ყველა labels წამოიღებს, ყველა labels წაუშლის removes, თუ აქვს წაუშლის და თუ არა არაფერსაც არ იზევს და მე იმას რომელზეც ჩვენ გავართ, იმას მისცემს ამას. მე ხვდით ხო როგორ კეთდება ეგ? HTML-ი მოვნიშნე, next question ეგ არის, TypeScript-ი მოვნიშნეთ ეს, C# მოვნიშნეთ ეს, Rust-ი მოვნიშნოთ, გადაგვიყვანა ამაზე quiz completed. ამასაც შეგიძლიათ რაღაცა სტილი მისცეთ. თუ არ ვცდები, აი აქ რო შევქნა ერთი ბატონი, button აქაც იყოს button, ამისი ტიპი იყოს button-ი და restart quiz-ი დავწეროთ, restart quiz. აბა ვნახოთ ახლა ეს როგორ იმუშავებს, ასე და გვაქვს გილაკი. და ნახეთ რა ვქნათ, როგორ გადავარესტარტოთ quiz-ი. როგორ და დავარეფრეშოთ ვებგვერდი, ხო? ხო მარტივია ეგ. და აქ დავუწერთ ეგეთი რაღაცა inline JavaScript-ის მიცემას ვისწავლეთ, ხო? ასე რომ დავუწერთ on click-ზე გავუშვეს ეგეთი რაღაცა. Location-ი არის ეგეთი ობიექტი, ბევრ რაღაცას ინახავს, სად გახართ, რომელ ლინკზე და ასე შემდეგ.
არ გჭირდებათ ეს. დაწერეთ location წესით რელოად უნდა იყოს, აბა ვნახოთ თუ იმუშავებს ეგ. თუ არა და სხვა რაღაც არის. ასე. და კი ბატონო, აი დაჭერაზე ვებგვერდი დარეფრეშდა, მაგიტომაც თავიდან დაიწყო ეს კვიზი. ნუ პატარა ხრიკია, რეალურად გონიათ რომ რაღაც შეიცვალა და ვაგრძელეთ, მაგრამ რეალურად დარეფრეშდა. ხვდებით ხო? ძალიან მარტივად რომ შევაჯამოთ. პირველ რიგში უნდა შექმნათ ისეთი სტრუქტურა, სადაც შეძლებთ მონაცემები შენახოს. ანუ მასივის თითოეული ელემენტი, ობიექტი, ძირითადად ეგეთ ელემენტებთან მოგიწევთ მუშაობა. შიგნითაც რო იყოს მასივი ან ობიექტი, არ გაგიკვირდეთ. მერე fetch-ით წამოვიღეთ ჯერ JSON-ად გადავაქციეთ, მერე მივანიჭეთ question-ებს და მხოლოდ მაშინ როცა უკვე მქონდა მზად data, გავუშვით რენდერი, ხო? რენდერი რა შვებოდა? ნუ ცვლიდა სათაურს, წინა აი ამ კონტენტს აშორებდა და ქმნიდა ახალ option-ებს. ოღონდ მოქონდა ინდექსი, ანუ ინდექსის მიხედვით აკეთებდა, რომელა შეკითხვასაც ვიდექით ის ელემენტი ამოქონდა მასივიდან და მაგის მიხედვით ვაკეთებდით ამ ყველაფერს. აქ იღებდა option-ებს, ამას რომ აქვს, რა ქვია, მასივი რო ქონდა option-ების მასივი, მაგიტომაც 4 ცალი გამოვიდა, შეიძლება 6 იყოს და ასე. შემდეგ და ერთი სიტყვით მაგ ფუნქციას თავიდან ვიძახებდით მაშინ, როცა გადავდიოდით ახალ შეკითხვაზე. ნახეთ, ხო ვთქვით, რომ ზოგი შეკითხვა შეიძლება იყოს multiple choice, ხო, რამდენიმე ასარჩევი. მაშინ თქვენ დამატებდით ეგეთი რაღაცა multi დაუშვოთ true. ამაზე multi false. თუ multi იქნებოდა მონიშნული, ხო? მაშინ თქვენ აქ if-ით დადგებოდით და შექმნიდით არა radio buttons, არამედ checkbox. და უკვე მაგას სხვა ნაირი ლოგიკა ექნებოდა. მაგალითად, აქაც თქვენ, რადგან multi იქნებოდა არა მარტო CSS-ი, არამედ იქნებოდა მასივი და დაუშვათ CSS-ი, მერე მძიმე ეს CSS-ი. და რას იზავდით თქვენ უკვე შემოწმებისას შეადარებდით, უკვე მიიღებდით არა ერთ კონკრეტულ check-ს, არამედ რამდენიმეს და მერე შეამოწმებით ამ მასივის და კორექტების მასივი თუ ერთი და იგივეა. ან თვითონ პირდაპირ ეგ მასივი ერთი და იგივე კი არა, მათი მნიშვნელობები თუ საერთო არა. დავყვებოდით მაგალითად ერთ-ერთ მასივს და შეამოწმებით ამისი ელემენტი აქ არის, კი ბატონო, ამისი არის, კი ბატონო. ერთი ელემენტიც რომ გამოგრჩეთ, ეს ნიშნავს რომ უკვე false-ია. ნუ შეგიძლიათ თქვენთვის როგორც challenge-ად ეს გააკეთოთ. და ერთი შეკითხვაც კიდე იყო, რომ შეგვიძლია თუ არა previous button-ის დამატება. კი, ანუ ჩვეულებრივი button-ი იქნება. თუ აქ თქვენ counter-ს ზრდიდით previous button-ით, თქვენ მაგ counter-ს აკლებთ. და ნუ რა თქმა უნდა რომ გამოვაკლებთ ისევ თავიდან რენდერს გაუშვებთ და ისიც შეამოწმეთ რომ 0-ზე უკვე უნდა გაჩერდეს ეგ გილაკი. ან 0-ის იქით აღარ უნდა გადავიდეს. შეგიძლიათ უბრალოდ 0-ის იქით თუ გათიშოთ ეგ გილაკი. და თუ ხართ პირველ, მეორე და ასე შემდეგ შეკითხვებზე, უკვე კი ბატონო ეგ მუშაობდეს. თუმცა მან სხვა გამოწვევები გვაქვს, მაგალითად previous-ზე რომ ვდგავართ, რომ გადავდივართ უკან წინა პასუხი მაგალითად უნდა მონიშნული იყოს. მერე y2-ს შეცვალეთ, ის უნდა შეიცვალოს და ერთ სიტყვით 1000 რაღაცა იქნება გასაკეთებელი. ჯერ ეს გააკეთეთ. ხვალ გვექნება დამატებითი სემინარი და გავვლით ამ tip კალკულატორს. დიდი ალბათობით ეს დავალება შეგხვდებათ framework-ებზეც რო გადახვალთ მაშინაც. ძალიან კარგი დავალებაა. და რატომ გჭირდება საერთოდ? ნუ ჯერ კარგი ვიზუალურად ძალიან ლამაზია და მართლა სრულყოფილ პროექტს გავს. და რა შვება საერთოდ? დაუშვათ აი თქვენ სადღაცას ხართ სუფრასთან, მეგობრებთან და უნდა გაყოთ გადასახდელი, ხო? აგწერთ გადასახადს, რამდენი ადამიანია და რამდენს დაუთიფავთ ერთი სიტყვით მიმტანს. და რა შვება ეგ? ითვლის ტიპის რაოდენობას, ანუ როგორც კი 15 ან 20 და ასე შემდეგ მიუთითებთ, დაითვლის ტიპს. და თვითონ კაცზე უნდა დათვალოს აი ამას დამატებული ეს გაყოფილი რამდენი ადამიანიცაა. ოღონდ პრინციპი როგორია, ნახეთ. სანამ სამივე არ იქნება შეყვანილი, აქ მონაცემები არ უნდა გამოჩნდნენ. მე სამი დავუშვათ სამივე შეყვანილი და ერთ-ერთი რო შევცვალო,
ეგ თავიდან უნდა გამოჩნდეს. ძალიან საინტერესო პროექტია. ჯერ უნდა გააკეთოთ ეგ JavaScript-ით, მერე framework-ებზეც რომ გადახვალთ, აი მაგალითად Angular-ში ეგ დავალება შეგხვდებათ. იმიტომ რომ Angular-ით თუნდაც React-ით მაგას უფრო მარტივად იზებთ. თუმცა ჯერ თქვენ უნდა გქნათ JavaScript-ში გაერკვიოთ ეს სიტყვით ეგაა რა. ხოლმე შევხვდებით კიდე.